მოგესალმებით. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი თავი, ვინ ვარ, რა გზა გამოვიარე იმისათვის, რომ მოვსულიყავი ჩემს პროფესიამდე და რისი თქმა მინდა ამ ვიდეოების საშუალებით და ზოგადად რატომ გამორჩნდი სოციალურ ქსელებში. მე ვარ ხათო და უკვე 13 წელია ვცხოვრობ და მოღვაწეობ გერმანიაში. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, ჰუმან დიზაინის სპეციალისტი და ბოლო 4 წელია აქტიურად ვარ დაკავებული როგორც კოუჩი და მრჩეველი პიროვნების განვითარების და სტაბილიზაციის სფეროში და ვატარებ ინდივიდუალურ და ჯგუფურ კოუჩინგებს, ვორქშოპებს და სემინარებს ამავე სფეროში, ოღონდ გერმანულენოვან სივრცეში. რა არის მიზანი და მიზეზი ჩემი სოციალურ ქსელებში გამოჩენისა? იმისათვის, რომ მოვსულიყავი განვითარების ამ საფეხურზე, რა საფეხურზეც ახლა მე ვარ, დამჭირდა უამრავი დრო, წლები, რადგან მომიწია უამრავი მეთოდის გამოცდა, სანამ არ მივაგენი მეთოდს, რომელიც იყო ჩემს ინდივიდზე მორგებული და არ ჩამოვყალიბდი იმ პიროვნებად, რა პიროვნებაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ყოფილიყავი. თუმცა ყოველთვის მქონდა დანაკლისის გრძნობა და განცდა იმისა, რომ უკვე ამდენი წელია, ამხელა ვარ, ამდენი წლის ვარ და არაფრისთვის მიმიღწევია. რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ჩვენ იმდენად კონცენტრირებულები ვართ დანაკლისზე და იმაზე, რაც არ გვაქვს და გვინდა რომ გქონდეს, რომ გავავიწყდება, თუ რამდენს ვაკეთებთ და რამდენი გაგვიკეთებია აქამდე. ასე რომ მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკში ვიმყოფებით და ამ ეტაპზე რა გვაქვს. მთავარია როგორი გვინდა რომ ვიყოთ და რა გვინდა რომ გქონდეს მომავალში. და თუ გადავწყვიტეთ ჩვენ ავიღოთ დრო და ენერგია შესაბამისი, რომ პიროვნება გავავითაროთ და დავკავდეთ საკუთარი პიროვნებით, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ პიროვნების განვითარება არის პროცესი, რომელიც არის დროში გაწელილი და აქ არის ლაპარაკი დღეებზე, აქ არის საუბარი თვეებზე და ზოგ შემთხვევაში წლებზეც, იმის და მიხედვით, რამდენად სწრაფად ვიპოვით იმ მეთოდს, რომელიც არის ჩვენს ინდივიდზე მორგებული. შესაბამისად გვჭირდება ძალიან დიდი მოთმინება და პოზიტიური აზროვნება იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. როგორ მოვედი აქამდე? 22 წლის ვიყავი, რომ გადავწყვიტე საქართველოში უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ წამოსულიყავი გერმანიაში. საქართველოში ვისწავლე გერმანისტიკა და ცოტა მოგვიანებით ბოლო წლებში მივხვდი, რომ ეს არ იყო ის პროფესია, რაც მე მინდოდა, მჭირდებოდა. თუმცა უნდა ყოფილიყავი კარგი გოგო და დამსრულებინა სწავლა, რაც გავაკეთე კიდეც. გერმანიაში ჩამოვედი როგორც ენის სტუდენტი და მართალი გითხრათ, არც კი ვიცოდი, რას გავაკეთებდი, როცა ამომეწურებოდა ენის სტუდენტის ვიზა. მაგრამ ერთადერთი რაც ვიცოდი, იყო ის, რომ მინდოდა ცვლილებები, მინდოდა საკუთარი თავი გამომეცადა და გამეგო, რას ნიშნავს დამოუკიდებლად ცხოვრება, რას ნიშნავს, როცა საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად შენ ხარ. თუმცა არ ყოფილა ეს მარტივი, რადგან გერმანიის და ქართული მენტალიტეტი და კულტურა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, განსხვავებული აზროვნება, ცხოვრების სტილი, ქმედებები, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობაში მოვედი საკუთარ თავთან. და იმდენად დავიბენი და დავიკარგე მართალი გითხრათ, რომ არც კი ვიცოდი რა იყო სწორი, რა იყო არასწორი, როგორ უნდა მეფიქრა, მეაზროვნა, მემოქმედა, ვეღარ უგებდი ადამიანებს, მიჭირდა ადამიანების გაგება, როგორც გერმანელების უკვე ქართველებისაც და მაშინ გადავწყვიტე, რომ მესწავლა პროფესიულად, შემესწავლა ჩემი ფსიქიკა და უამრავ კითხვაზე გამეცა პასუხი და აი ამ მიზნით მოკლედ ვისწავლე კელნის უნივერსიტეტში, დავამთავრე ფსიქოლოგია, ვიმუშავე 6 წელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ამ სწავლამ და
მუშაობამ ფსიქიატრიულში ჩემ პაციენტებთან ურთიერთობამ ძალიან გამზარდა და ძალიან ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. გარკვეული პერიოდი ვიყავი კმაყოფილი, თუმცა მაინც მქონდა რაღაცა ისეთი შეგრძნება, რომ რაღაც მაკლია. და ამ შეგრძნებამ განაპირობა ის, რომ გამომეწვია საკუთარი თავი კიდევ ერთხელ და დაუკავებულიყავი სპირიტუალური თემებით. ჩემი აზროვნება და მეთოდები საკუთარი თავის აღმოჩენის და განვითარების წარმემართა ცოტა სხვა კუთხით და ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციას, იოგას, სხვადასხვა ფსიქოენერგეტიკულ ვარჯიშებს. ძალიან აქტიურად დაუკავდი ჰუმან დიზაინით და ამ მეთოდებს მივმართე, უამრავი მეთოდი გავიცანი, მანამ სანამ არ მივაგენი, აღმოვაჩინე და შევქმენი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ძალიან სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი პიროვნების აღმოჩენა და განვითარება თუ სტაბილიზაცია. გისურვებთ წარმატებას და დროებით.